ეს ლიტერატურის და რაღაც საზოგადოება, რომ რაღაც მოსაწყენებია. მაშინ რა იყო, იცი, ეს იყო 2000-იანების დასაწყისი თუ შუა პერიოდი. როცა თბილისში იყო, ძალიან უცნაურად რატომღაც შეიქმნა ეს რაღაცა მთელი მოძრაობა, სადაც იყვნენ აი პანკები, მეტალისტები, ალტერნატივ შიკები და ძალიან ბევრი კონცერტი ტარდებოდა. მაგის მერე მე შემდეგ წლებში ტარდება ხოლმე სხვადასხვა ვენიუებში რაღაც კონცერტები, მაგრამ მაგდენ არ ტარდებოდა და ეგ იმის მანიშნებელი იყო, რამდენად ინტენსიური იყო ეს კულტურა რა. და მე რაღაც ჯგუფი მყავდა, პანკ ჯგუფი, იქ ვიღაცებს და გრინჩი მახსოვდა ამ სცენიდან რა. მე ძალიან მომეწონა სიმღერა ჯგუფის კუნფუ ჯანკი და მინდა რომ მათთან უფრო ახლო ურთიერთობა დავამყარო შემდგომში რომ ექნებათ გასტროლები. მინდა წავიდე და უსმინო. მე ვარ მათი ფანი. ოპერის მიწისქვეშაში მოდიოდნენ ხოლმე მუსიკოსები, აკუსტიკურად უკრავდნენ, იქ მოდიოდნენ მე მსმენელები და უსმენენ, რაღაც ესეთი არაფორმალური გარემო იყო. მე იქ ოპერის ბაღში და თუ გინდოდა ეს ხალხი რომ გენახა, რაღაც წერტილები არსებობდა ქალაქში, სადაც ეს ხალხი იკრიბებოდა რა. და რატო ლაპარაკობ ამ და სამ ხალხზე, იმიტომ გინჩის მაგან გავიცანი რომ ეს კულტურა თან არსებობდა მუდმივ რაღაცა ომში, იმიტომ რომ აი მე პირადად მახსოვს რაღაცა გზელითმის გამო ხელჩართული ჭუბები, კეტების გამო ხელჩართული ჭუბები, იმიტომ კი არა რომ ან კეტია უკეთესიანის გაუგებრობა იყო და ჩამოუყალიბებლობა იყო ტერმინებზე და რა შეიძლება და რა არ შეიძლება და ვის რა უნდა და აი ეს კონცერტები სულ თავდებოდა ხოლმე ჭუბებით, ხან ვიღაცები მოდიოდნენ და ეს რა მუსიკაა და რაღაცები და ძალიან ბევრი სისხლიც იღვრებოდა რა. ნუ აი მე ეგ 2000-იანების თბილისის პანკ კულტურას მაგიტომ ვცემ ძალიან დიდ პატივს და ძალიან მიყვარს რომ ეს ხალხი მზად იყო თავისი ინტერესებისთვის, თავისი კულტურისთვის, თავისი მუსიკისთვის მართლა ეჩხუბა ხელებით და სისხლი დაეღვარა და მეორე დღეს მაინც გამოსულიყო და იგივე გაეკეთებინა რა. რაც მე არსად არ მინახავს საქართველოში არცეთ სხვა კულტურაში. ყველა არის უფრო რაღაც დეფენსივ მოუდში, დაცვით მოუდში და რაღაცა და ყველა არის უფრო მსხვერპლი და ასე შემდეგ და მაშინ იყო ეს მომენტი რომ რაღაცა ჩვენ ამ ვიყავით ახალგაზრდები რაღაცებს გჯეროდა, რაღაცები გვინდოდა და ამისთვის ვიბრძოდით და ვიდექით რა ჩვენს იმას. მე მყავდა ბენდი ვიეტნამელი და ზურას ყავდა ეგო რა, ორი ბენდი იყო და სულ ერთად ვეჩხებოდით რა, უნდა ნაკაცობდნენ რა. მე და ზურა გავიჩიტით რა, ეს დაკავთ რა. ჯერ იყო კუნფუ მარტო რა. მან შევქმნით ასე იმაინ გადავმაინდით და გავაკეთეთ რა. მე უკვე თაზოსაც სალგე ვიცნობთ და ერთხელ თაზოსთან გავიჩიტეთ და ზურას ეძინა მაგდროს და თაზო უკვე ელექტრონიკი და შემოგვიერთდა და მაგდროს უკვე კუნფუ ჯანკი გაიჩიტა. მე წავიდა, ამას დაიწყო. უფრო თაზოსთან ვიყრიბებოდ ხოლმე მან წერდით რა. მე ზურა და თაზო და მე შემოგვიერთდა უკვე ამიკო, ნატუკა, გიორგი გეძა და ევა სასტავი რა. მე უკვე მან უკვე დაუწევთ ეს ნაზავი რა. ისეთ რაც იმას ვქენით რომ არ ერთდებოდა რა. მაშინ მეგონი არ ერთდებოდა. მოდა ეგრე თაზოსთან წერდით ძირითადად. ეგ პირველი ვეში რო ჩავწერეთ თაზოსთან მან იყო ეს კოსმოსში ის დავადეთ რა კლიპში. გაგარინი რო გაფრინდა პირველი რა. ეგ თემა იყო და ეგ რო დავადეთ და რო გავფრინდით რა, რო გავფრინდით. ერთ დღესაც, როცა ვიყავით 16 წლის,
სახლის ტელეფონზე საღამოს დამირეკა ვიღაც ბიჭმა და მითხრა რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა გოგო ბასისტი ჯგუფ ევასთვის. ეს ბიჭი იყო ზურა და ევა იყო მისი ქართულენოვანი პოსტ-პანკ ბენდი და მე ჯერ მაშინ ვიწყებდი დაკვრას და ბასზე კი არა გიტარაზეც მიჭირდა. ალბათ მე მგონი მაშინ ჯერ კიდე აკუსტიკურ გიტარაზე რა უკრავ ძალიან პატარა რო ხარ და უბრალოდ ცდილობ რომ შეაჩვიო ხელი აი მაგ ფაზაში ვიყავი და მე და ძალიან მინდა და ბენდში დაკვრა. ამიტომ ეგრევე დავთანხმდი შეხვედრაზე და შევხვდი უნივერსიტეტის ბაღში და იქიდანვე იმავე დღეს წავედით დასაკრავად. პრინციპში გუნფუ ჯანკი ჩამოყალიბდა როგორც ყველა სხვა ქართულ ბენდი ყალიბდება ხოლმე. და როგორც მეგობრები იკრიბებიან საქართველოში სადღაც გეტოში და მტროლ კორპუსებში ატუმღას გავუკეთებდნენ ელექტრონული მუსიკა. და გუნფუ ჯანკი თვითონ მე ეგრე ვხედავ ყველა ჯგუფის წევრს სხვა ისა შეხედულება ამ საკითხზე. მე ვფიქრობ რომ არის შეუთავსებელი შეთავსება. ან გუნფუისტი არის სპორტსმენი ადამიანი და ჯანკი არის ადამიანი რომელიც არა სწორი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ფარჩილა რომელიც უშუალოდ ჩემზე მომაგრებული ინსტრუმენტალისტი იყო ძალიან საინტერესო რაღაცებს წერდა და ნუ ხაც წერს და აი ეს პირველი ნაბიჯები ამ ინსტრუმენტთან ურთიერთობის მაშინ გავიარე პრინციპში მე ბასზე აღარს დამიკრავს არასდროს მაგრამ მაშინ რაღაცნაირად ეგეთი ხო ძალიან საინტერესო იყო აი ეგ მაგაზე დაკვირვება რა იმიტომ რომ რაღაცნაირად ეგრე იწერებოდა ეს მუსიკა რომ სარეპეტიციოში შევდივართ იქ ჯემავთ რაღაცა იდეა მოდის და მაშინ ვისწავლე საერთოდ რა იყო ბენდთან ურთიერთქმედება და მე სულ ეგ მოთხოვნილება მქონდა. პირველად ვიგრძენი რა მაგარია, როცა ერთად რაღაც გამოგდით და მე ამას უკრავთ და პირველად კუნფუში აღვიქვი რა მაგარია, როცა შენ თვითონ ძალიან ქსიამოვნებს, რასაც უკრავ. რაღაცნაირად სხეულებრივადაც ქსიამოვნებს და ყურსაც და ყველანაირად და აი ცოტა რაღაცა რო გურძლავს ამ სიამოვნებისგან და ეგ მე არც ერთ ბენდი არ იყო, სადაც ეგ ეს მოთხოვნილება არ მქონდა რა. სულ მაგას ვეძებდი მე ყველგან ყოველთვის და თუ ვახწევდი საოცრება იყო. თავდაპირველად ამიკო რო შემოგვემატა ჰიპ-ჰოპიც, აი ვაფშე მაგარი იყო. ეგეც ყველაფერი იმასთან იყო დაკავშირებული რა. მაინც მაიმუნობებთან. მე უკვე ნატკა თავიდანვე იყო ჩვენთან მიერებიდან. და მე გაიჩნდა უკვე სვანსიხის ბოშში ბაჩო იყო ჩემი მეზობლები ვიყავით რა ამ ხელა მახსოვს ამ მუსიკარის და უცებ ანანოს მაგასთან ერთად გაიჩნდა მაგის და მე გავიჩნდა უკვე ანანოსთან ერთად რა მაგრამ ასულა ფანასკერტელის ასახვევში როცა შევხვდით მე წავედით გრინჩის ხვენზე სადაც დაფუძნა უამრავი ხალხი ვერ გავიგე ვინ იყო ჯგუფის წევრი ვინ იყო უბრალოდ მოსული მეც სიმართლე რომ გითხრათ ჩემი ჯგუფის წევრებიც გავიყოლე და ასევე სხვა მეგობრებიც ჩვენს ბერთი ვიყავით და ამდენ ხალხში მახსოვს პირველად როგორ მოხდა ჩემი ინტეგრაცია კუნფუ ჯანკიში მაჩვენა გრინჩმა რაღაც ტრეკი რომელზეც მუშაობდნენ და შენ რომ რას დაამატებდიო და არ მახსოვს keyboard-ი მქონდა თუ არა მაშინ რაღაცნაირად ჩემი პარტია მოვიფიქრე მგონი თუ არ ვიცი ვოკალ პარტია იყო შეიძლება არ მინდა რაღაც მოვიტყო ზუსტად არ მახსოვს და ესე ნელა რაღაც მოხდა ჩემი ინტეგრირება ძალიან ბუნებრივად ძალიან გართობაში და თამაში ძალიან სასიამოვნო იყო და იმ რაც შემოქმედებითი პროცესის გარდა ძალიან სასიამოვნო იყო ის გარემო ეს რა ჯადოსნური გრინჩის ხვენი რომელიც ძალიან ლამაზი იყო ცოტა უცნაური ჩვეულებრივ საცხოვრებელს არ გავდა და დღემდე ყოველს რაღაც ჭკვიალა სიზმრებში ვხედავ ხოლმე გრინჩის ხვენს და რაღაცნაირად თითქოს
მიბრუნდება ხოლმე ის ემოციები, რომელიც მქონდა, როდესაც გრინჩის ხვენზე პირველად მოვხვდი. ყოველ მისვლაზე ან იგივე რაოდენობის ხალხი მხვდებოდა ხვენზე, ან უფრო მეტი და იმდენად ოჯახის წევრებივით იყვნენ რამდენიმე ადამიანი, რომ ფიქრობდი, რომ ისინი ჯგუფის წევრები იყვნენ. და ძალიან ბევრი რეპეტიციები მქონდა, სანამ კონცერტზე გავიდოდით და ზუსტად კონცერტზე აღმოაჩინე თუ რამდენი ჯგუფის წევრი იყო კუნგ-ფუ ჯანკიში. მახსოვს რომ დავითვალე და მე მივხვდი რომ თურმე ეს ხალხია ჯგუფში და არა ის 500 კაცი, რომელიც იყო ხოლმე ჩვენთან ერთად რეპეტიციის დროს, მაგრამ ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რომ ამდენ ხალხთან ერთად იყო თუ არა შესაძლებელი რაიმე საქმის გაკეთება, საქმის ცოტა ბრჭყალებში, ამ სიგიჟის ამდენ ხალხთან ერთად. მაგრამ ამ სიგიჟის მიღმა კიდე მეორეჯერ ვამბობ, რომ იმალებოდა რაღაცნაირი ისეთი შემოქმედებითი დისციპლინა, რომელიც საერთოდ არ გვეჭავდა, არანაირ ვალდებულს არ ხდიდა, შენ უბრალოდ მისული იყავი, იმიტომ რომ დაგეკრავ, უკრავდი, ან ღეროდი და ყოველში ყავ ჩართული. აი Go Boys ეგ იყო პირველი რაც მე და საზომ გავაკეთე, რა გიგე. და მე აი ზურას ეძინა მაგრამ გაიგვიძა და მე ტექსტი დააგო რა. და აუბასა და უცებ წავიდა ყველაფერი და აი მაგარი სიღრმე გამოდა ძალიან. აი კადრას გიტარების გაიჩნდა, ბასის გაიჩნდა, ყველაფერი ეგრევე გაეძრო რა. ვაიგარა ისევ flows დაუბრუნდები რა, მაგაში ვჭდები უკვე ყველაფერი მაგარია. აი შანსი არის რომ ამე ცუდი იყო. ვაფშე რო არ დაუკრა მაინც მაგარია. ეგ სიმღერა იყო პირველი რა, რაც მახსოვს. კუნგ-ფუ ჯანკის შესახებ ინფო გავიგე ფორუმჯიდან. მაშინ ფორუმჯი იყო ერთადერთი პლატფორმა, სადაც ადამიანები შეეძლოთ მუსიკის შესახებ ინფორმაცია გაეცვალა და ალბომები აეტვირთად ერთმანეთის გაეზიარებინათ და მათ შორის იდეოდა ინფორმაცია იმაზე თუ ქართულ სცენაზე საერთოდ რა ხდებოდა და ვინ რას აკეთებდა. და მე ამ რო ვინტერესდებოდი ვათვალიერებდი ისე მომხდა ერთ-ერთი განყოფილება გვერდი რა კუნგ-ფუ ჯანკიზე და შევედი ძალიან გამისწორდა, ძალიან შევჯექე ამ მუსიკაზე. და მე რაღაც მომენტში დაიდო აფიშა რომ აი კონცერტი აქვს კლუბი იყო მე მგონი ლონდონ პაბი თუ არ ვცდები. ხო ეგ იყო. და მან წავედი ჩემი კამერით გადავიღე ეს ლაივი ჩავწერე და მე ჩემთვის დავამონტაჟე დავდე YouTube-ზე რა. სიმღერა იყო My mind is my prison. მე მგონი ეგ იყო. და ბიჭებმა რომ ნახეს, გაუსწორდა და აუ ვინ ხარ, რატო გააკეთე, როგორ გააკეთე და გაუსწორდა და დამბატიჟეს რომ გაგვესნო ერთმანეთი. და ბროსეს ბაღში იყო ექსტრაელი ეგეთი ლეგენდარული ბაღი იყო ბროსეს ბარი, სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე მას მერე. ნუ მე როცა შევერთდი. და მივედი ამ ბროსეს ბარში, მან გავიცარი, დავცვერით კარგად და ნუ მაგის მერე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და რაღაც და ამათთან ერთად დავდიოდი, მოძრავდი მაშინ ჯერ კიდე ფარჩილა უკრავდა ბენდში გიტარისტი. მე რაღაც მომენტში ფარჩილა რო წავიდა ბენდიდან გრინჩმა მითხრა რომ ანუ შენ ვიცევ გიტარა გაქვს და უკრავო და სანამ ახალ გიტარას ვიპოვითო და ახლობით ერთი თვეო თუ გაქვს სრულიო შემოგვიერთიო და მე სხვას ვიპოვითო და აღარ შეგაწუხებთო რა. მეთქი ბაზარი არაა. და ეს ერთი თვე რომ მივედი მარსად არ წავსმარ ვიყავი ბოლომდე რა. და ეს იყო ეგრე მოხდა რა. რაღაც პონჩი შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სცენაზე რაც კი ბენდები იყო, მაგათთან შედარებით კუნგ-ფუს ფანი ვიყავი, ასე ვთქვა და აი ფანი რო შენ საყვარო ბენდში უცებ აღმოჩნდები და იქ მოხვდები, რაღაც ეგეთი ლამაზი ისტორია ახლავს თან ჩემს კუნგ-ფუ ჯანკიში მოხვედრას რა.
ეს არის ის ტრეკები, რომლებიც ჩვენ შევძელით რაღაც დროს ჩაგვეწერა, ან რაღაც დროს ლაივის დროს ვიღაცამ რეკორდს დააჭირა და შეინახა. იმიტომ რომ მას გქონდა საშუალება, რომ გქონდა სტუდია ან რაღაცა, ხო? და ამიტომ ყველაფერი რაღაც ისე კეთდებოდა სპონტანურად, რაღაცა ხალისის სიყვარულით, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა არის დადოკუმენტირებული საერთოდ რა და ეს არის ფაქტობრივად აი გადარჩენილი ტრეკები, ისიც გადარჩენილი რამე იმით კი არა, რა ქვია სპეც დანიშნულებით ხო რომ აი მე ამას შევინახავ არა ზოგი ტრეკი იქ არის შესული რომელიც აი არავის არ აქვს მაგის MP3 და ვიღაცა მსმენელმა როდესღაც ფორუმიდან დაკაჩა და ატვირთა YouTube-ზე რა და მადლობა ეგეთ მსმენელებს იმიტომ რომ მართლა მაგის გამო გადარჩა რაღაც პერიოდი სიმართლეა ძალიან მოწუხებდა ეგ მომენტი იმიტომ რომ შენ როცა იცი რამდენი რაღაცა აი რო იცი რა არის გადარჩენილი, მაგრამ რო იცი რამდენი რაღაცა არ არის გადარჩენილი რა. და მაინც ეს 2000-იანები ხე 2012-დან და რაღაც უკვე რაღაცა ტელეფონები რაღაც წამოვიდა რა, მაგრამ მანამდე ყველაფერი არის გადარჩენილი რაღაცა ხალხის იმ ადამიანების მეხსიერებაში, ვინც შეესწრნენ ამღულენებს და კონცერტებს და ასე შემდეგ და ისიც ახლა ვის როგორ დაამახსოვრდა იმის მიხედვით რა. ერთის ხო ამ ფირფიტის და ამ წამოწყების საერთოდ ეს ხო ფირფიტების სერია აი მართლა ძალიან მაგარი მომენტი ის არის რომ აი ეს რაღაცა ხდება რაღაცების დაფიქსირება კულტურაში რომ ეს არსებობს იმიტომ რომ თუ რაღაცა ფორმით სადღაც რაღაც დროს ვიღაცამ არ დააფასა, ვიღაცამ არ დააფიქსირა, ვიღაცამ სახელი არ დაარქვა რაღაცას. მე ის შეიძლება ისე გაქრეს, რომ ვერც მიხვდა და ვერც გაიგო რა. და ნუ ხო, აი 90-იანების მართალი ხარ, შენ ეგ ხალხიც ვერ შევინახეთ, ვერ დააფასე და ეგ არის პრობლემა ძალიან დიდი. მარტო მე ხა იცი როგორ ვარ, მე დღევანდელი დღე ცხოვრობ და მომავლისკენ მივდივარ რა, ჩემ ცხოვრებაში ყოველდღე. და რაღაცა შეიძლება მქონდეს რაღაცეებზე წლების წინ რაღაცაზე გული მეტკინა, რაღაცა დამწყა რაღაცა გამიხარდა, რაღაცა, მაგრამ მე მაგაზე არ ვჩერდები ხოლმე, საერთოდ. მაგრამ მე ვიცი რომ მე თუ რაღაცა სადღაც არ გავაკეთე, მაშინ შემდეგი თაობაც აი ეს სადღაც რაღაცას დაკარგავს, რაღაცას გვიან გაიხსენებს, რაღაცას ვერ მიხვდება და ისევ თავის თავზე მოუწევს ყველა პრობლემის გადატანა, როგორც მაგალითად ჩვენ მოგვიწია თავის თავზე ყველა პრობლემის გადატანა, იმიტომ რომ რაღაცა ის მენტორივით ან ხელოვნებაში, ან პოეზიაში, ან მუსიკაში მსგავსი ფიგურები არ არსებობდნენ, ხვდები? ეხლა იცი როგორ არის, როცა მამების სხვაგან არიან და ვერ გიმენტორებენ და რაღაც სივრცეში მიდიხარ და იქაც ვინც არიან და ვინც წესით უნდა გიმენტოროს იმას კი აღნიშნავს რომ რაღაც გადაყვეს და რაღაც. პროსტა აი დაგხვდა იმ გამოცდილებაში, აქ იყო, დაგხვდა და რაღაცას გეტყვის, რომ იქით არ წახვიდეთ, აი ეგეთ საინტერესოა რაღაცას გაგიზიარებს. აქედაც არავინ არ იყო, ხვდები? იმიტომ რომ ჩვენ როცა მოვედით, უკვე ისინი ძალიან ცუდად იყვნენ. და მე ეს რაღაც აი სრული უმამობა და უმენტორობა და რაღაცა და მე შენ მე გიწევს იმის ნაცვლად რომ სხვის შეცდომებზე ისწავლო შენ გიწევს რომ აკეთო ტესტები აბა აქეთ წავედი დენმა დამატყა იქით წავედი და ნუ აი ამისობაში დროს გადის მაგრამ ყველაზე ჟუტკი იქნება რომ შემდეგ თაობას იგივე მოუწიოს ხტები და ამიტომ ვარ ხოლმე ესე რომ ვამბობ რაღაცებს მინდა რაღაცებს დავაფიქსირო რაღაცები თქვა ანუ მეცინება რომ ჩვენ პოსტა ვერთობოდი და უცებ აღმოჩნდა რომ ისა ჩვენ გვიხაროდა და რაღაცა ჩვენი საზმაკაცოს გრინჩის ოთახის საკუთრება იყო ესე ვთქვათ ისე აღმოჩნდა რომ იმსახურებს ყურადღებას იმდენად რომ რაღაცა აი ეპოქის რაღაც იმ კონკრეტულ ეპოქის საკვანძე მომენტია და ვინილის ფორმატით მო გამოიცეს რაღაც პატივი მიაგო ქართულმა მუსიკალურმა სცენამ ამ ჩვენს გაკეთებულ საქმეს რაღაცნაირად მადლიერების განცდა გააქვს ამის გამო რა აუ ეგ სამარი მეორე ფირფიტაზე ვარ და მაგრად ასულეს ის მუსიკოსის არის რაღაცა დაფასების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი რა ფირფიტაზე ვიჩნდება მაგარია ჯერ არ მინახია
ნახავ. თუ დაუკარით ხო არა, მაგრამ აი დავიღო. ყველაფერს ვიჩალიჩებ, რომ დაუკარათ რა. თაზოს აღვადგენ რა. რაღაცას ვიზამთ რა. მაგარი იქნება ენიგვეი ყველანაირად. აუ, ფირფიტა ძალიან მიყვარს. მე მქონდა ფირფიტის საკრელი. ეგრე ქვია ფირფიტის საკრელი. რომელიც ერთ-ერთ ნაქირავბინაში დამხვდა. ეს ფირფიტის საკრელი. წამოვიღე იქიდან, მივიტანე გრინჩთან. გრინჩ ქონდა ძალიან ბევრი ფირფიტები. ძალიან ბევრი ფირფიტა ქონდა და ეგ ფირფიტის საკრელი და მისი ეს ძველი ფირფიტები, ნინოს ფირფიტები, გრინჩის დედის და იყო კიდე რაღაც საბჭოთა აერობიკის ფირფიტები და რაღაცა. ერთი პერიოდი იყო კუნფუს ერთ-ერთი ინსტრუმენტი. და სადღაც ვიპოვებ პირველი კონცერტი, ანუ ვიწყებდით ეგრე ფირფიტას ვთავდით, მიკროფონით და რაღაცა, იქ იწყებოდა აერობიკა და მე იწყებოდა კონცერტი რა და ამიტომ ეხა ფირფიტაზე რო გამოდის ეს კუნფუს ალბომი, მაგრამ ძალიან მიხარია, თან მგონია რომ გრინჩს გავუსწორდებოდა ყველაზე მეტად რა.